კორეის წყლის რესურსების კორპორაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორეის წყლის რესურსების კორპორაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. კორეის წყლის რესურსების კორპორაცია დაინტერესებულია ჰიდროენერგეტიკული პროექტით ნენსკრა-ჰესი, რომელიც მდინარე ნენსკრაზე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში სვანეთის რეგიონში უნდა განხორციელდეს. კორპორაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 760 მილიონი ამერიკული დოლარია. დღესვე საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სამხრეთ კორეული სახელმწიფო წყლის რესურსების კორპორაციის K-Waters-ის წარმომადგენლებთან ნენსკრას პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართეს. დაახლოებით საინვესტიციო მოცულობა არის 600 მილიონი დოლარამდე. ჩვენი პარტნიორი ამ პროექტში გახლავთ გიგანტი ჰიდრო და წყლის კომპანია, სახელმწიფო კომპანია კორეიდან. ჩვენ გვინდა რომ ისინი იყვნენ ინვესტორები ამ პროექტში სხვადასხვა EPC კონტრაქტორებთან ერთად და მიმაჩნია რომ იქნება უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული ენერგეტიკის განვითარების კუთხით. მდინარე ნენსკრასთან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, ისევე როგორც კორპორაცია K-Waters-ისთვის. ეს არის დასაწყისი საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის. მინდა გითხრათ, რომ კორეა მომავალშიც აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას თქვენს ქვეყანასთან.